შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1991 წელს დაბადებული მამაკაცი გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, თუმცა სანაცვლოდ თანხას არ უხდიდა. ასევე დგინდება, რომ ბრალდებული დაზარალებულ მამაკაცს მაღაზიაში სამსახურის დასრულების შემდეგ აიძულებდა მოწყალება ეთხოვა, რომლიდან მიღებულ თანხასაც ის სრულად ეუფლებოდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაშვები. რა ვქნება, რა გავაკეთო, მათხოვრო. ვენას იყავით, ვენას იმუშავეთ. ბატო არ მოხოდი. შოთა რა. და რომ დაიბადე მაინც მე. და დახარ. ურავჯალოში. რა დავაგიანებ ბიჭო, რა გამოდიხარ თავის. მოგენა კარგი მეტროზე დავარ. და დახარ. აუშფლებაზე. Jadi la imუშავე შეიძლება მე ბაზარში მივარ.